მთელი საქართველო ჩააბნელა დენის ავარიულმა გათიშვამ, ორჯერ საქართველო ჩაბნელდა, მწყობრიდან გამოვიდა ინტერნეტი, პრობლემები შეექმნა წყლის მიწოდებას, ფაქტობრივად ჩამოიშალა კომუნალური სისტემა, საზოგადოება არის გაურკვევლობაში და ვერ იღებს შესაბამის პასუხებს ხელისუფლების მხრიდან. არ გამოჩენილა მარიამ კვირიშვილი, დავით ნარმანია, ვანო ზარდიაშვილი, ისე რომ ვიცოდეთ, ვანო ზარდიაშვილი ის კაცია, რომელმაც ივანიშვილს სასამართლოში ჩაუბეტონა მურუს ჩინჩალაძის კლანი და ამ პარტიული დამსახურების გამო არის ელექტროსისტემაში და ის არის პასუხისმგებელი ამ ქაოსზე. თუმცა ასევე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის სემეკი და დავით ნარმანია, რომელიც გვიმტკიცებდა, როცა გვიძველებდა ელექტროენერგიას, რომ 33%-იანი ნამატი, ფასნამატი, რომელიც დაემატა ელექტროენერგიას, იმისთვის იყო საჭირო, რომ ავარიული გათიშვები არ მოხდარიყო. ჩვენ მაშინ ვამბობდით და ეხლაც ვაცხადებთ, რომ რეალურად ჩვენ გაგვიძვირდა ელექტროენერგია იმის გამო, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილის კრიპტომაინერ მაინერების ქსელმა წარმოშვა დეფიციტი, ელექტროენერგია ფაქტობრივად ქვეყანაში აღარ იყო, ამის გამო ჩვენი ენერგოუსაფრთხოება გახდა დამოკიდებული რუსეთზე, მტერზე, ოკუპანტზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილს მილიარდობით ლარის ბიტკოინი გამოემუშავებინა და ამ ფასს იხდის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი. მაგრამ დაცინვა ის არის, რომ სუსი ამბობს, რომ საბოტაჟზე დავიწყეთ საქმე. არა და ყველაფერი ნათელია, პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.